როცა არ გაქვთ ფული, არადა სასწრაფოდ გასამგზავრებელი ხართ, შეიძლება უბილეთოდაც იმგზავროთ, იმ იმედით, რომ კონდუქტორი არ მოგადგებათ. მაგრამ რა ხდება თუ კი პლანეტის სულ სხვა მხარეს გინდათ გამგზავრება? ავსტრალიელი რეჯი სპირსი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა და პრობლემა ორიგინალურად გადაჭრა. თუმცა კი ეს დიდი რისკის შემცველი გადაწყვეტილება იყო. მან საკუთარი თავი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში ამანათით გააგზავნა. 1960-იანი წლების შუაში ავსტრალიელი მძლეოსანი რეჯი სპირსი მშობლიური ადელაიდიდან ლონდონში გაემგზავრა. ტრაუმის მოსაშუშებლად. რეჯი 64 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავდა და ტრაუმის დროულად მორჩენა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ლონდონში სპირსმა აღმოაჩინა, რომ ვერც იქაური მედიკოსები მკურნალებდნენ სასურველ ვადებში, ამიტომ სპორტსმენმა სახლში, ავსტრალიაში დაბრუნება განიზრახა. არადა ფული რეჯი სპირს თითქმის აღარ ჰქონდა და ავიაბილეთის საფასური რომ შეეგროვებინა რეჯიმ აეროპორტში დაიწყო მუშაობა. ფულის თითქმის შეაგროვა, მაგრამ უეცრად თავს უბედურება დაატყდა. საფულე მოპარეს, რომელშიც მისი მთელი ფული და დოკუმენტები იდო. რეჯი განადგურებული იყო, ყველაფერთან ერთად მისი ქალიშვილის დაბადების დღეს ახლოვდებოდა და მის თავში ეს დაუჯერებელი იდეა მომწიფდა. მოგვიანებით რეჯიმ გაიხსენა. აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების განყოფილებაში ვმუშაობდი, ამიტომ ყველაფერი ვიცოდი რა და როგორ მუშაობდა. ვუყურებდი როგორ გზავნიდნენ შინაურ ცხოველებს გალიებით და მაშინ გავიფიქრე, მეც რატომ არ მიცადა ასეთი ფორმით გამგზავრება. სასოწარკვეთილმა ავსტრალიელმა თავის ლონდონელ მეგობარს ჯონი მაქსორლის მიმართა დახმარებისთვის, რომელიც დურგალი იყო. ჯონი თავდაპირველად შეეცადა მეგობარი გადაერწმუნებინა და აეხსნა, რომ მისი გეგმა სიგიჟე იყო. თუმცა საბოლოოდ დათანხმდა და სპეციალური სამოგზაურო ყუთის შექმნასაც შეუდგა. ეს იყო ყუთის სიმაღლით 150 სანტიმეტრი, 90 სანტიმეტრი 75 სანტიმეტრზე. მეგობრებმა გათვალეს, რომ ასეთი გაბარიტებით შიგნით ადამიანის მოთავსება სავსებით კომფორტული შეიძლება ყოფილიყო. შეძლების დაგვარად კომფორტული. ყუთში შესაძლებელი იყო გაშლილი ფეხებით ჯდომა ან მოკეცილი ფეხებით წოლა. ყუთს ორი მხრიდან გასახსნელი გვერდი ჰქონდა და საზრიანმა მეგობრებმა კედლებზე სპეციალური კამრებიც მიამაგრეს, რომლებითაც დაბმა შეიძლებოდა. აი როგორც თვითმფრინავში იკრავთ ხოლმე უსაფრთხოების ღვეძს. ეს იმ შემთხვევისთვის გათვალეს, თუ კი მუშები ტრანსპორტირებისას ყუთს ამოაყირავებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მოწყობილობა მოგზაურს მართლაც გამოადგა. იმისთვის, რომ ტვირს ფრთხილად მოპყრობოდნენ, ის აეროპორტში გააფორმეს როგორც ავსტრალიური ფეხსაცმლის ფაბრიკის კუთვნილის საღებავების ქილები. ასეთი კონტეინერის ავსტრალიაში გაგზავნა ავიაბილეთის ფასზე გაცილებით იაფიღებდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ ასეთი ტვირთის გაგზავნისას შესაძლებელი იყო ტრანსპორტირების საფასურის მიღებისას გადახდა. ანუ ლონდონში არაფრის გადახდა საჭირო არ იყო. გზაში რეჯიმ წაიღო პატარა ზურგჩანთა ტანსაცმლით, კონსერვებით, გადასაფარებლით და პატარა ბალიში. ასევე ფანარი და 2 წყლის ბოთლი. ერთი ბოთლი წყლით იყო სავსე, მეორე კი მწარიელი იყო და კაცი მის გამოყენებას ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გეკმავდა. კონტეინერი გააფორმეს და Air India's კუთვნილ თვითმფრინავში ჩააბარეს. მარშრუტი ასეთი იყო: ლონდონი, პარიზი, ბომბეი, პერთი. საბოლოო დანიშნულების პუნქტად დასავლეთ ავსტრალიური პერთი სპირსმა სპეციალურად აირჩია არა ადელაიდას მსხვილი აეროპორტი, არამედ პერთის პატარა აეროპორტი, რაკეთ ჩათვალა, რომ იქ საბაჟო სამსახურის თანამშრომლებისგან გამოაშკარებება ნაკლებად ემუქრებოდა. მოკლედ კონტეინერი თვითმფრინავში აიტანეს, მაგრამ ბედად ლონდონში ძლიერი ნისლი ჩამოწვა და რეისები გადაიდო. სპირსმა ცხადია არ იცოდა, რატომ არ ფრინდებოდა თვითმფრინავი, ამიტომ კარგა ხანს იჯდა ყუთში და როცა ბოლოს თვითმფრინავი როგორც იქნა აფრინდა, ყუთი გახსნა და როგორც იტყვიან, ფეხები გაშალა. აი როგორ იხსენებდა ის მოგვიანებით ამ მომენტს. სადღაც ლონდონსა და პარიზს შორის ვიქნებოდით, ყუთიდან რომ გამოვედი. საშინლად მომინდა ტუალეტში. იქამდე ბოთლში მოვშარდე. ყუთიდან რომ ამოვედი, შარდიანი ბოთლი იქვე დავდე და გავიზმორე. ამ დროს თვითმფრინავმა მკვეთრი მოძრაობა გააკეთა. დავპანიკდი და სასწრაფოდ ისევ ყუთში ჩავჯექი. შარდიანი ბოთლი კი გარეთ დამრჩა. იმ მომენტში არც გამხსენებია. პარიზში ფრანგმა მტვირთავებმა თვითმფრინავის საბარგო ნაკვეთურის დასლისას ეს შარდიანი ბოთლი იპოვეს, ხუფი მოხსნეს, დასუნეს და თუმცა მტვირთავებმა ბუნებრივად ჩათვალეს, რომ ეს მათი ინგლისელი კოლეგების უკბილო ხუმრობა იყო. სპირსი მხილებას გადარჩა. კონტეინერი სხვა ბარგთან ერთად კი უკვე ბომბეისკენ მიმავალ თვითმფრინავში აიტანეს. ბომბეი ავსტრალიისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო გაჩერება იყო. სწორედ იქ გამოადგა წინდახედულ რეჯის ყუთის კედლებზე მიმაგრებული ღვედები.
ტვირთავები ბარგს და მათ შორის ჩვენს ხის კონტეინერს ძალიან უხეშად ისროდნენ და ბოლოს ისე მოხდა, რომ თავდაყირა დადეს. მიუხედავად იმისა, რომ გარედან ყუთს ეწერა, რომელი იყო ზედა და რომელი ქვედა მხარე. ავსტრალიელ სპორტსმენს უმძიმესი 4 საათის გატარება მოუხდა თავდაყირა და ეს თან 40 გრადუსიან სიცხეში. მორგი გადაზიდვის მერე ამანათი როგორც იქნა პერთისკენ მიმავალ თვითმფრინავში მოხდა. დაფრენისას მამაკაც ინგლისურის მშობლიური ავსტრალიური დიალექტი შემოესმა. ეს გინების ხმა იყო. ტვირთავები რეჯის ყუთს წყევდიდნენ, რომელიც მეტისმეტად მძიმედ მოეჩვენათ. როდესაც ტვირთი საწყობში დააბინავეს და რეჯი დარწმუნდა, რომ გარშემო აღარავინ იყო, ის სამალავიდან გამოვიდა. ვიცოდი, რომ ყუთს საბაჟო საწყობში გადაიტანდნენ. როცა იქ აღმოჩნდი, დაუყოვნებლივ გამოვედი, საწყობში ჩემი ყუთის გვერდით ლუდის ყუთები ელაგა, მე ჩვეულებრივ არ ვსვამ, მაგრამ იქ თავი ვერ შევიკავე და ერთი ბოთლი გავხსენი. გაიხსენა მერე რეჯის პირსმა. ახლა რეჯი გარეთ უნდა გამოსულიყო. საწყობი საიმედოდ იყო დაკეტილი და დალუქული. რეჯის გაუმართლა, საწყობში რაღაც ინსტრუმენტები იპოვა და კედელში ხვრელი გააკეთა. ამის მერე მან ტანსაცმელი გამოიცვალა, რომელიც ზურგჩანთაში ჰქონდა. აეროპორტის ტერიტორია დატოვა და ავტოსტოპით ქალაქისკენ გაემართა. კიდევ ცოტას და რეჯის პირსის სახლში იყო, რაც უდიდესი საჩუქარი გამოდგა მისი ქალიშვილისთვის დაბადების დღეზე. ასე დასრულდა სამდღიანი მომხანცველი მოგზაურობა ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე. ოღონდ გადაღლისთულ ფეხებზე დაკიდების გამო რეჯის ერთი რამის გაკეთება დაავიწყდა. ლონდონში დარჩენილი მეგობრისთვის და თანამზრახველისთვის, ჯონ მაქსორლისთვის შეტყობინება, რომ ყველაფერი კარგად იყო. ამასობაში ბრიტანელი მეგობარი ადგილს ვერ პოულობდა და თვალწინ გაჭყლეტილი თუ გაყინული თუ უწყლობით მკვდარი მეგობარი უტრიალებდა. ახლა ინტერნეტის ეპოქაში პრობლემა არც იქნებოდა, მაგრამ მაშინ წინა საუკუნის 60-იან წლებში ხმის მიწვდენა ბევრად რთული ამოცანა იყო. ბოლოს მეგობარმა გადაწყვიტა ამბავი ჟურნალისტებისთვის მოეყოლა, რომ ეგებ მათი დახმარებით გაერკვია, ცოცხალი იყო თუ არა რეჯის პირსი. პრესაში ინფორმაციის გამოჩენამ რეჯის მყისიერად მსოფლიოს სახელი მოუტანა. ავსტრალიელები მისით ამაყობდნენ და უშიშარი და გამჭრიახი თანამემამულის ეტალონად სახავდნენ. ტრანსკონტინენტალური გადაფრენის ისტორია იმდენად წარმოუდგენელი იყო, ბევრმა მისი დაჯერება არც ისურვა. მათ შორის სხვათა შორის თავად რეჯის ცოლიც იყო. იარ ინდიაში კი დიდი სკანდალი აგორდა და რამდენიმე თანამშრომლის მკაცრად დასჯით დასრულდა. თუმცა თავად რეჯის პირსისთვის პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ. ავიაკომპანიის სათავო ოფისში განსაჯეს, რომ ღატაკი მძლეოსნისგან რა უნდა ამოიღოთ, მით უმეტეს, რომ რეჯი უკვე ძალიან პოპულარული ადამიანი იყო. ამ ისტორიის მთავარი შედეგი კი ის გახდა, რომ სატვირთო გადაზიდვებს მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიები მას მერე მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ასე რომ ჩვენს დროში მსგავსი მოგზაურობა უბრალოდ შეუძლებელია. ამანათის ჩაბარებისთანავე გამოგააშკარავებენ. და როგორ წარიმართა რეჯის პირსის შემდგომი ცხოვრება. ის მშობლიურ ადელაიდაში 1991 წლამდე ცხოვრობდა. მერე კი გაუჩინარდა. საქმე ის არის, რომ გაჩნდა ეჭვით, თითქოს რეჯი კოკაინით ვაჭრობდა და ყოფილმა სპორტსმენმა მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად გაუჩინარება ამჯობინა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა მოგონილი ბრალდება არ იყო. რეჯის პირსი 3 წლის მერე შრი-ლანკაზე სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს. ამ ქვეყანაში ნარკომოვაჭრეებს არ ელოლიავებიან და რეჯის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. თუმცა მას კიდევ ერთხელ საოცრად გაუმართლა. ადვოკატმა მას აპელაცია მოაგებინა. შედეგად რეჯის პირსი ხელბორკილებით სამშობლოში გააძევეს, სადაც ის ჩაფრენისთანავე უკვე ავსტრალიური მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა. მას 5 წელი მიუსაჯეს და ეს ვადა რეჯის პირსმა სრულად მოიხადა. გათავისუფლების მერე რეჯიმ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, თავისი ძველი ლონდონელი მეგობრის ჯონი მაქსორპლის თანაავტორობით. დღეს რეჯის პირსი 83 წლისაა და რიგითი ავსტრალიელი პენსიონერია. 2013 წელს ლოს-ანჯელესი შეძრა ამოუცნობმა ისტორიამ, რომელიც დღემდე იპყრობს მისტიკის და ამოუხსნელი საიდუმლოებების გაშიფვრის მოყვარულებს. 21 წლის კანადელი სტუდენტი ელისა ლემი უგზო-უკვლოდ გაქრა სასტუმრო სესილში. შემდეგ კი გავრცელდა ვიდეო, როგორ იქცევა გოგო სასტუმროს ლიფტში პირდაპირ გაუჩინარების წინ. ამ ვიდეოს 10 მილიონი ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში და ამ ვიდეომ უამრავი თეორია წარმოშვა. რა შეემთხვა ელისა ლემს?